გამარჯობა, მე ვარ ნიკოლოზ მირუაშვილი, ჩავაბარე იფსუს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 100%-იანი გრანტით. ბავშვობაში ძალიან დავინტერესებული ვიყავი ასტრონომიაში და მსურდა რომ ასტროფიზიკოსი გამოსულიყავი. რადგან ბევრ ვიდეოს უყურებდი ასტრონომიაზე, პლანეტებზე, ვარსკვლავებზე და ასე შემდეგ. მაგრამ, როდესაც დავინახე რომ ჩემ საზოგადოებაში იყო ბევრი პრობლემა, რაც ძალიან აფერხებდა ჩემს გარშემო ადამიანებს, ჩემს ახლობლებს, დავინტერესდი პოლიტიკაში, რომ ეს პრობლემები გადამეჭრა ნელ-ნელა. რაც უფრო გავიზარდე, მით უფრო დაინტერესებული გავხდი პოლიტიკაში და მით უფრო აქტიური გავხდი ჩემს საზოგადოებაში. და ამის შედეგადაც გადაწყვიტე რომ საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩამებარებინა, რადგან უკეთესად დავეხმარო ჩემს სოციუმს, ჩემს საზოგადოებას და ჩემს ახლობლებს, ვიც მიყვარს. ბავშვობიდანვე ყოველთვის ცნობის მოყარე ვიყავი, ყოველთვის ძალიან ბევრი რამის სწავლა მინდოდა, მაგრამ შემჩნია რომ ფორმალურ განათლებას, მით უმეტეს საჯარო სკოლის სისტემა საქართველოში თავისი გამოკვეთილი ნაკლები აქვს. ამიტომაც გადაწყვეტე რომ არაფორმალურ განათლებაში შევსულიყავი. ვიარე ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციის შეხვედრებზე, ვიმონაწილეე ჩემი გამოფენის სივრცეს დახმარებაში და ასევე ვიმოხალისე ბევრ პროექტში. ამ არაფორმალურ განათლებამ დამეხმარა რომ ჩემი თავი უკეთესად გამეგო და უკეთესად გამეგო რა ინტერესები მაქვს და რა მინდა ვისწავლო ყველაზე მეტად. ამიტომაც ვიტყოდი რომ განათლება ჩემთვის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი და არაფორმალურ განათლებამ ეხმარება რომ გავიგო ყველაზე კარგად ვინ ვარ ადამიანად. მარტო ჩემი პირადული აზრი არის, მაგრამ ჩემი აზრით აბიტურიენტობის სირთულე ცოტათი გაზვიადებული არის ადამიანების მიერ. ჩემი აზრით ის მოლოდინი რომ ყველაფერი რთული იქნება, რომ ყველა უნდა გააოცონ მათი შედეგებით, რომ მათი მთავარი მისია და მიზანი არის რომ მათი ოჯახი გაახარონ და ანუ რაღაც იმედი მისცენ მათ მომავალში. ეს აფერხებს ადამიანებს და მეტისმეტ სტრესს ვამს მათზე, რომ მაქსიმუმ მაგის გამო დადონ და არა იმიტომ, რომ მაქსიმალურად კარგი განათლება მიიღონ. მე იმ დამოკიდებულებით მივედი, რომლესაც გავალ გამოცდებზე, როდესაც დავწერ ჩემ გამოცდებს, როდესაც მოვემზადები, მაქსიმუმს გავაკეთებ, რადგან მინდა კარგი განათლება მივიღო, მაქსიმუმს გავაკეთებ ჩემი თავისთვის. და ამან მომცა ის თავისუფლება, რომ მესწავლა როგორც ჩემთვის უკეთესი იყო. დამეწერ ტესტი, როგორც მე მეგონა, რომ კარგი იქნებოდა. თავისუფლად დავწერ ტესტები, თავისუფლად ვიმეცადინე, ხშირად რომ მქონდა რომ ჩემი მეგობრები მენახა და გარეთ გავსულიყავი. დიდი შეფერხებები არ იყო, დიახ, იყო მომენტები, როდესაც სტრესში ვიყავი, გაურკვეველი ან დაკარგული რაღაც ფორმაშიც, მაგრამ საბოლოოდ კარგი გამოვიდა და მადლობელი ვარ, რომ არ დავისტრესე. და რომ როდესაც შევედი იმ გამოცდებზე, გახარებული ვიყავი, რადგან ეს იყო ჩემი აბიტურიენტობის დასასრული და ახლა შემეძლო კარგი განათლების მიღება დამეწყო. უნივერსიტეტის არჩევაზე დიდი ხანი ფიქრობდი და ძალიან ბევრი რამე გამახსენდა, ძალიან ბევრი უნივერსიტეტზე ფიქრობდი, მაგრამ გადაწყვიტე რომ იფსუ დამეწერა პირველზე. ბევრი მიზეზის გამო, გამორჩეულ მიზეზებს ვიტყოდი, რომ რადგან ინგლისურენოვანი ფაკულტეტია, რომელზეც ჩავაბარე და მე ძალიან გამიხარდა რომ ინგლისურენოვანი ფაკულტეტი არის იფსუში, ასევე რომ ძალიან მრავალფეროვანი გარემოა, მულტიკულტურალიზმი ძალიან გავრცელებულია იფსუში და ასევე რადგან ძალიან ბევრი გაცვლითი პროგრამაა. ამ ყველაფერს თუ შევაჯამებთ, ვიტყოდი რომ იფსუში არის ესეთი გარემო, რაც დამეხმარება რომ გავიზარდო ადამიანად, რაც დამეხმარება რომ გავიცნო ძალიან განსხვავებული ადამიანები და ყველაზე კარგად ხელს შემიწყობს რომ ჩემი კარიერაში ყველაზე სწრაფი წინსვლა მქონდეს. სიმართლე რომ თქვა, ეხლა ჩემი პირველი ლექცია იყო, ემოციებით ახსავსე ვარ, საერთოდ არ ვიცი როგორ ვიგრძნო, მაგრამ რაც მთავარია, გახარებული ვარ, ძალიან ნერვიულობ, მაგრამ ამავე დროულად ძალიან იმედით სავსე ვარ, რომ ეს მომავალი 4 წელი იქნება ჩემთვის ძალიან კარგი და დადებითი. და ანუ ჩემ მოლოდინებში არის, რომ შესაძაც ამ 4 წელს დავამთავრებ, ავიღებ ჩემ ბაკალავრიატს იფსუში, გახარებული ვიქნები, რომ აქ ჩავაბარე, გახარებული ვიქნები, რომ აქ მშვენიერი ადამიანები გავიცანი და დარწმუნებული ვარ, რომ შესაძაც დავამთავრებ, მთლიანად კმაყოფილი ვიქნები ჩემი გამოცდილებით.